Rogitxa ჩვენ შესახებ ჩვენ ვართ ექსკურსი მეგობრების აქტიური მოქალაქეების ჯგუფი ვართ, რომლებიც დავდივართ სხვადასხვა ქალაქში, იმიტომ რომ გავიცნოთ აქტიური ადამიანები, ვინც არიან ჩვენი იდეის თანამოზიარეები და ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე, გავაძლიეროთ ერთმანეთი და სხვასაც გავაცნოთ თქვენი თავი. ანუ პრობლემა რა არის? ძირითადად არის ის, რომ ერთმანეთის პრობლემები ასე თუ ისე რეგიონის პრობლემა იმდენად არ ესმის თბილის, იმიტომ რომ იქ ცოტა განსხვავებული ამბები ხდება და ასე შემდეგ და არანაკლებ და არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბები ხდება რეგიონში, რაც ძირითადად მივიწყებულია ხოლმე და ეს უნდა გავაცნოთ ყველას ამის შესახებ, იმიტომ რომ მე მჯერა რომ პროტესტი უნდა იყოს უფრო მეტად დეცენტრალიზებული, მხოლოდ ერთ ადგილას არ უნდა იყრიდეს თავს და ამისთვის აუცილებელია რომ საზოგადოება გიცნობდეთ თქვენ და ასევე ხედავდეს რომ თითოეულ არა ვართ და ვართ ბევრი, ვართ სხვადასხვა განსხვავებული აზრის მქონე, განსხვავებული თავის ადამიანები, მაგრამ გვაერთიანებს ერთი იდეა და ეს იდეა არის, რა ვიცი, სამშობლოს სიყვარული, ამ ქვეყნის გადარჩენის იდეა და მოკლედ ამის გარშემო დავდივართ უკვე მეხუთე გასვლა ამ როლაურში ვიმყოფებით დღეს და გუშინ დავათვალიერეთ მოკლედ სხვადასხვა ადგილები და ძალიან მოგწონს აქაურობა, იმდენად მოგწონს რომ არ გვინდა აქედან წასვლა, მაგრამ დღეს გვიან გვიწევს წასვლა, თუმცა რაღაც დიდი იმედი მაქვს რომ კიდე მალე ჩამოვალთ. ხო, როგორც ვთქვით, პირველი ჩვენი რაღაცა ბლოკივით, რა ვიცი, ასე დავარქვათ თუ არა, იქნება უფრო მეტად აი პროპაგანდა და დეზინფორმაციაზე, იმიტომ რომ ძალიან ძლავრი არის ეს დღევანდელ დღეს და ვიცით რომ ეს მხოლოდ აი რაღაც ძალიან გავს რუსულ მეთოდებს, ხო, აი კგბ-ს მეთოდებს, როგორც ავრცელებენ, ანუ თუნდაც ის რომ გავრცელება აი იმის რომ ჩვენ რაღაც უცხოური რაღაც აგენტები ვართ და სხვანაირი ადამიანები ვართ, ასევე რაღაც პატრიოტიზმზე რომ აჭერენ, რომ თვითონ პატრიოტული მოტივებით მოქმედებენ და ბევრი ასეთი რაღაცა, ხო, აი ომზე რომ იყოს საარჩევნო კამპანია. მოკლედ ეს იმდენად ძლავრი იარაღი აქვს, რომ ჩვენ საზოგადოებას უნდა ვანახოთ, რომ ეს არის ყალბი მეთოდები, რასაც ისინი იყენებენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ თვითონ ამ როლაურში, აი ამ კუთხით რა ხდება, ანუ გავს თუ არა ეს პროპაგანდა სხვა ქალაქების პროპაგანდას და ასე შემდეგ, ან ამე თავისებურება თუ აქვს და ასე შემდეგ. მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ფორმატის შეხვედრები. იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ თუ გვინდა შევცვალოთ დღევანდელი პოლიტიკური რეალობა, ამომრჩეველთან ურთიერთობის ფორმა არის შესაძლებელი. მარტო წინა საარჩევნო პერიოდში ადამიანებთან მისვლა დაპირებების გაცემა, ჩვენ დაპირებებში ხელისუფლებას ვერ ვაჯობებთ, ვერც აგიტატორების, ვერც კოორდინატორების ხელფასებით ვერ ვაჯობებთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ მათ ძალიან დიდი რესურსი აქვს და ერთადერთი საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, რაც დაგვრჩენია, ესაა გულსვენობა და მსგავსი ფორმატის შეხვედრები ძალიან კარგი არის. პროპაგანდა მუშაობს ძალიან ძლავრად. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პროპაგანდა მთლიანად ამ ქართული ოცნების ჯგუფის ბრძოლის მეთოდი გახდა. ეხლა ყველა უგნური ადამიანი არ არის. იციან, რომ პროპაგანდით იბრძვიან, პროპაგანდით იმარჯვებენ პროცესში და ამას სრულიად შეგნებულად აკეთებენ. უბრალოდ უკვე პროპაგანდა ჩაშვებული მესიჯებია რა. ქართული ოცნების აქტივზე, ქართული ოცნების თანამდებობის პირზე. აქ უფრო ერთი წრია რა ეს დაკავშირებული ტიპები ვინც არიან ერთმანეთთან, რომ ნუ ის თუ არ იქნა, ის არ იქნება, ის თუ არ იქნება თქვა თანამდებობის პირი, ის არ იქნება იმ სამსახურში. ამასთან ერთად ძალიან რთული მდგომარეობა ადამიანები მეჩვენენ, აი როგორ გითხრათ, ასობით ადამიანი ამ როლავში მის წერა კითხვა იცის, ყველა დასაქმებულია. დასაქმებული ყველა სამსახურში რომ მივიდეს, იქ დასაჯდომი ადგილიც არ აქვს. შენობის წინას ვერ გაჩერდებიან. მანქანების რომ მივიდეს, მანქანებსაც ვერ გააჩერებენ. აი შემიძლია გითხრა რომ აი ერთ დაწესებულებაში მუშაობს 50 კაცი და ყოველდღურად დადის 10. იმიტომ დანარჩენი 40 რომ მივიდეს აზრი არ აქვს. ამა რა გამოიწვია? ხა ადამიანები მეჩვენ მუქთა ფულს, მუქთა ხელფასს ზოგი თბილისში ცხოვრობს, ხელფასს ისე იღებს. და ამაზე ეს პროპაგანდაც მოქმედებს, იცის რომ უკვე სამსახურში მუშაობს ოჯახში 5 არიან, 5-ვე მუშაობს. მართალია თითო 500 ლარს იღებს, შეიძლება 400-საც იღებდეს, შეიძლება 300-საც იღებდეს, მაგრამ ნუ ერთი დიდი საარჩევნო ჯგუფი შეიქმნა რა. ჩატებით, დაშინებით, ერთმანეთის დაშინება არ ჭირდება, პრინციპში არც არავის არ ეშინია, მაგრამ ამ მეთოდით
თუ არ შეიცვალა ამორჩეულთან ურთიერთობის ფორმა, თუ სხვა მიდგომები არ იქნა, ამათი აქ დამარცხება, აი მსგავს რეგიონებში, სადაც მოსახლეობის 56% სოციალურად დაუცველია გამორიცხული. რაც არ უნდა მოხდეს თბილისში, რამდენი კაცს არ უნდა აწამონ, რამდენიც არ უნდა ცემონ, რამდენი მიტინგიც არ უნდა დაარბიონ. აი ჩვენ აქედან რო ჩამოვართ სულ 7-8 კაცი დავდივართ ხო აქციებზე. ყველა რო დასისხლიანებული ჩამოგვიყვანონ, მაინც ქართულ ოცნებას მისცემენ ხმას. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ხლა მე წეგანაც ვისაუბრე რომ პოლიტიკა არის ბაზისი. სხვანაირად არ მოგვარდება. თუ ბიზნეს არ დაუმტკიცებდით რომ ის იყო რუსეთის აგენტი. თუ არ დავასაქციებდით, რანაირად უნდა დაამარცხო მილიარდელი ხურდაფულით. გამორიცხულია. ამიტომ შეცდომა იყო დაშვებული საარჩევნო პროპაგანდის დროს, რომ აქცენტი აიღეს, რომ რადგანაც ფული ჰქონდათ, ეგონათ რომ აჯობებდნენ. მილიარდს ვერ აჯობებ. ასე რომ ჩვენ ვართ დელების წინაშე. სხვანაირად აგადაწყდება უკრაინაში რაც მოხდება, მისი ანალიზი იქნება საქართველოში. ამიტომ ორი სცენარი უნდა ქონდეს უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში, რა სცენარით უმუშაოთ და დამარცხების შემთხვევაში რა სცენარით უმუშაოთ. მე ვფიქრობ, რომ უკრაინა გაიმარჯვებსა და იმ სცენარით უნდა ვიმუშაოთ, რომ გამარჯვებულის მხარეზე დასავლეთთან უნდა ვიყოთ კარგად. რაც არ უნდა კაი კადრები შეარჩიო რაიონში, არაფერი არ გადაწყდება მაგითი. მაინც ზემოდან გადაწყდება იქ. უსამართლობას მიეჩვენენ ადამიანები. მე ახლა წინა საარჩევნო პროცესში ჩართული ვიყავდი, ერთ სოფლის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, ერთ-ერთ სოფელში ძალიან უსამართლოდ მოექცენ ადამიანს, რომელიც ამ უსამართლობამ იმსხვერპლა, სიცოცხლე დაკარგა და აი ვისაც მივდიოდი წინა საარჩევნო პერიოდში ყველა რას ლაპარაკობ, აუ ეს რა გვიქნეს, ეს რა გვიქნეს სოფელში აიღო 85% ქართულმა ოცნება. და ეს ისეთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირს, აი ყველა ოჯახში რო შედა. ნუ იმათი იმედიც რომ იყო, ძალაც რომ იყო, აი იმათი ყველაფერი რომ იყო რა. ხო და ამ შემთხვევაში ახლა რა უნდა ქნა, ხო? აი ის ადამიანები, ვინც იმან სამსახურში მოიყვანა, ის ადამიანები საარჩევნო უბანთან დამხვდნენ და მე ვკითხე, არ აქვს ხვენიათ, ბიჭო, მე ხო ვიცი. მე ქართულ ოცნებაში ვიყავი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც ვიყავი. აღმასრულებელი მდივანი პარტიის თავმჯდომარე. მე ხო ვიცი რომ იმან მოგიყვანა თქვენ და თქვენ აქ რა გინდათ? რა გინდაო რა სულ რა კეთდება, აგერ ხო უყურებ ჭყვიში გზა გვაქვს. არ და იმ კაცმა გააკეთა ეს გზა. ხო და ახლა ასეთ რეალობაში ამიტომ არის ძალიან რთული ამბავია რა, ძალიან რთული. და მინდა გითხრა რომ აი ესეთ მდგომარეობა როა ოპოზიციური პარტიებიც ძალიან სწოდავენ რა. და რატომ სწოდავენ? აი ქართული პოლიტიკა არის სასტაურე, კუტოკები არიან რა. ის იმას იცნობს, ის იმას იცნობს, რეგიონში პოლიცსაბჭო შეიკრიბება, ის თავმჯდომარეს დანიშნავს, ის თავმჯდომარე შეიძლება იყოს 10 წელი, 15 წელი, არავინ არ იფიქრებს იმის გამოცვლაზე, არავინ არ ifიქრებს აი აგიტატორის და კოორდინატორის გარდა რომ მივიდე იდეით. თქვათ მე ახალში ვარ ამ ეტაპზე, რომ მივიდე იდეით და უთხრა რომ თქვათ აი ესე რთული იქნება ჩემი იდეის გატარება და ამიტომ ეს რეგიონები დარჩა მარტო თბილისი არჩენებს არ იგებს. მე დარწმუნებული ვარ, მე ახლა აბაშიდან მოვდივარ, ყველას ვიცნობ, ცხენოსნობაში ვარ ჩართული, სამტრედიაში ძალიან ბევრს ვიცნობ, ჩოხატაურში ბევრს ვიცნობ, ზესტაფონში ყველგან ესია. და ეს ადვილი არ არის ხა თბილისში რომ მიტინგზე გამოვხარ ჩვენ დავამარცხებთ და ტევ პირველზე რამდენიც არ უნდა იარო, ხო? რამდენიც არ უნდა იარო. არაფერი არ მოხდება, მე თვითონ ყველგან ესია. უფრო შეკითხვას დაგისვამდით, ძალიან საინტერესო არის თქვენი აზრის მოსმენა. როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ადამიანებმა ესე დაივიწყეს ღირებულებები, თქვათ იმ კაცზე ბატონზე რომ მოყევით, რომ გზა დააგო, გააკეთა, ისეთი კაცი იყო, რომელიც ყველას ოჯახში მიესვლებოდა და კარგ საქმეს აკეთებდა, მისი სიკვდილი ესე მარტივად გადაწიეს გვერდზე და აირჩიეს ისევ მკვლელი. რა მიზეზით ხდება ეს, რა გვაკლიან, რა ვერ დავხვეწეთ, ან ვერ ჩამოვაყალიბეთ? ეს არის ვეგარი ზუსტად კი ბატონო. დიახ, აი და გოეთე ამბობს გენიალურად, მე ვარ ადამიანი და ყოველგვარი ადამიანური უცხოა ჩემთვის რა
იქაც ისეთები არიან. იქაც ყველგან ადამიანები არიან. ხანცხან აი როგორც ქიმიის კატალიზატორი ტემპერატურა თუ რაღაცა გამოავლეს, მოვლენებს აჩქარებს ან შეანელებს, თორე ჩვენაირები არიან ფრანგებისა და ინგლისელებიც და ყველა ჩვენზე უარესი დრო აქვს გავლილი ერთმანეთს თავებს აჭირდნენ მოიხსენებათ რობესპიერისა და საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს. ყველას აქ ეს ეტაპი გავლილი და ალბათ ამ ეტაპზე უნდა გავიაროთ ჩვენაც ეს ეტაპი და რაც უნდა შეიყავო, ვერ შეიყავებ. ეს ადამიანი, ყველგან ადამიანი ვარ, რაღაც განსაკუთრებული არა ვარ. აი ეს პროპაგანდაც ახსენეთ და ბარემ აი ამ ხრივ რომ რა დონის არის ეს პროპაგანდა. ანუ რაზეც საუბრობდით, ანუ ამის სათავე არის ეს პროპაგანდა და სოციალური გაჭირვება, რაც არის რეგიონში უკვე აწლეულების განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი საშუალო კლასი, რომელიც რეალურად ქმნის ძლიერი სახელმწიფოს საფუძველს, ხო? და რეგიონები ყველა ძლიერ სახელმწიფოში წყვეტენ სახელმწიფო მოწყობას და სახელმწიფო განვითარების კურსს. რაჭას რაც შეეხება ამ შემთხვევაში სხვა რეგიონებს ჩვენ უბრალოდ რაჭას მეტად ვიცნობთ. აქ პრობლემა არის ის, რომ საჯარო სექტორს წაყვანილი ყავს შრომის უნარიანი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ყველა აუცილებლად მუშაობენ და დაკავებული არიან, ისინი უბრალოდ როგორც წეგან აღნიშნეს, გაფორმებული არიან, აქვს სტაბილური ხელფასი. ჩემთვის მაგალითად, რომელიც ვარ კერძო ბიზნესი დაკავებული, ძალიან რთული არის გაუწიო მაგალითად კონკურენცია საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოს იგივე ჩვენი ფული გადაუხადოს ადამიანებს არაფრის კეთებაში, მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღოს საარჩევნო ხმა. ანუ მე ვერ შევთავაზებ ალტერნატივას, რადგან მაინც სეზონურად მუშაობ, ესე ვთქვათ, როგორც უმეტესი კერძო სექტორი რეგიონში. ამას ემატება ნახევარზე მეტი მოსახლეობის, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას. ანუ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოკიდებული არის სახელმწიფო სტრუქტურებზე და ბიუჯეტზე, მაგრამ აქ ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ის ბიუჯეტი ჩვენი ფული არის იგივე. ამას კიდევ დავუმატოთ სუბსიდირებული ყურძენი, რომლის თანხასაც იღებს მოსახლეობა, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს, რომ ეს კარგი არის, იმიტომ რომ ადამიანი აქაური მაცხოვრებელი იღებს თანხას ყურძნის ჩაბარებით, მაგრამ რეალურად ამ სუბსიდიამ რაც გააკეთა არის ის, რომ ადამიანებს მისცა მცდარი სიგნალი, რა საქმიანობით იყვნენ დაკავებული და ნაცვლად იმისა, რომ ამ საქმით დაკავდეს და შეიქმნას იმ რაოდენობის პროდუქცია, რაზე მოთხოვნაც არის ბაზარზე, ამის ნაცვლად ყველა ამ საქმით დაკავდა, რაც დამეთანხმებით რომ შეუძლებელი არის იყოს ყველა მეღვინე მაგალითად, ყველა იყოს მევენახე. ამის გამო ეს სხვა დარგები ნელ-ნელა გადავიდა უკანა პლანზე, განვითარების ნაცვლად განიცადა დეგრადაცია და საშუალო კლასი არ აყვავს, ესე ვთქვათ. ხო და ამას დავამატოთ, რომ აი წეგან აღნიშნეთ, რომ აი ამ რაღაცა ფაქტი აღინიშნა და რატომ მიუხედავად ყველაფრისა ისევ იმას ირჩევენ, ანუ თქვათ რა, ვინც იყო მიზეზი ამ რაღაც უბედურების ამ კერძო შემთხვევაში. აი ეს არის ამას მიყავთ უკვე პროპაგანდასთან. პროპაგანდა რაზე მუშაობს, რომ პატრიოტიზმის სისულელია, თავგანწირვა სისულელია, რამე პრინციპების დაცვა სისულელია, მთავარია დღეს იყო მაძღარი, ბოდიში ესეთი განმარტებისთვის, მაგრამ ნუ ესე არის, მთავარია ეს იყო მაძღარი, გეძინოს მშვიდად, არავინ არ მოგადგეს და დანარჩენს აბსოლუტურად არაფრის მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ეს პროპაგანდა ხო უკვე იმაზეც გადავიდა, რომ ანუ ეს ჩვენი რავი გმირები, ვისაც პატივს ცემთ, უკვე აი მათი რაღაცა იქმედებებიც ეჭვის ქვეშ დავაყინოთ, ანუ ღირდა თუ არ ღირდა თავის გაწირვა საერთოდ. შემდეგ მეორე მხრივ ეს ადამიანები გიმტკიცებენ, რომ არიან ძალიან რელიგიურები, პატივს ცემენ იმ მოწამეებს, რომელსაც თავის შესწირეს ეკლესიას თუ ქვეყანას და ანუ ეგეთ აბსურდში ცხოვრობთ და ამ აბსურდმა გამოიწვია ამ ხალხის ეგეთი ინფარქტირული დამოკიდებულება. ანუ პლუს ის ჩამოთვლილი პრობლემები რაც არის რეგიონში და რაც ძალიან ფესვებ გადმულია და ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება ამის დამარცხება. ანუ ერთადერთი იმედი არის, რომ ჩვენ შეგვიძლია ახალგაზრდა ადამიანებს მივცეთ მაგალითი, ვესაუბროთ, მოუყვეთ, აუხსნათ და ამითი, ნუ მომავალი თაობა მაინც სწორ გზაზე დავაყენოთ, ესე ვთქვათ რა. სხვა გამოსავალს მოცემულ სიტუაციაში ამ რეგიონში, რომელსაც მართავს ფეოდალი, დავრჩეულებრივი ფეოდალური წყობა, სადაც ერთი ადამიანი წყვეტს აბსოლუტურად ყველაფერს. მე ვფიქრობ, რომ ანუ ჩვენი ესე შიშველი ხელებით, რაიმე ესეთი რადიკალურად რეალობის შეცვლა შეუძლებელი იქნება. პროპაგანდას მარტო იმეც და
პოსტივის ნუ დავაბრალებთ. მე არ მაქვს საუბარი ყველაზე, მაგრამ ძალიან ძიმედ არის ჩართული ეკლესიის რაღაც ნაწილიც რა. ფაქტია, რომელიც უმყარებენ ზურგს ისეთ მესიჯებს, რომელიც ცოტა ნაკლები განათლების ადამიანს ან ცოტა სხვანაირად რო ესმის ეს ყველაფერი, ცოტა ეს უკვე იმასთან საუბარს აზრი არ აქვს. მარტო იმას რო ვთქვათ, მე ხა დარწმუნებულა თუ იქამდე დავეშვით რომ შალვარამიშვილის ჯერა მთელ საქართველოს ეგრე ნახდათ არა ვართ. იმიტომ რომ ყველა მიცის რა გარეწარიც არის შალვარამიშვილი, რა გარეწარიც არის იმეჩი რომ გამოდიან არც ვიცი სახელები და გვარები. მაგრამ როცა დიდი ჯვარი კიდია და ღმერთის სახელით გელაპარაკება, ცოტა ბევრ ადამიანში ჩემთვისაც ხშირად ხანდახან არ არის ადვილი დასაძლევი, იმიტომ რომ შეიძლება შენს დაფიქრდე რა. და ყველას ერთ წიგს ყველა ერთნაირად ვერ იგებს და თუ სახარება არ არის ის წიგნი, რომ ყველამ გაიგოს და გააჩნია იმას როგორ აქვს წაკითხული, შეიძლება სულ არ აქვს წაკითხული. და ეს ერთ-ერთი რთული ამბავია, რაც ყველაზე ძლიერი იარაღი ამ შემთხვევაში, რასაც მე ვატყობ, აი სადაც გარდატეხა არ ხდება, მან და ხდება რა. იმიტომ რომ ისეთი ან არის მათი მხრიდან მოდუნების ცდელობა საზოგადოების, რომ აი ეუბნებ თქვათ, რომ არა ეს ეგრე არ არის, ყველაფერი აქ შენ ვერაფერს ვერ გადაწყვიტავ. შენ უნდა იყო დაელოდო, ან არის პირდაპირ მესიჯი, რომ ეგ ახლა TikTok-ია 1000 არხია, რომელსაც ადამიანები ყველას აქვს დღეს ინტერნეტი, 70 წლამდე ყველას აქვს Facebook-იც. და ნახულობენ ამას, მილიონ ნახევარ და 2 მილიონი ნახვა ხანდახან ისეთ გამოსვლას აქვს ამბიონიდან, გული შეგიწუხდება ადამიანს რა. ქრისტესთან იმას არანაირი კავშირი არ აქვს. ხო მეც აი ორ სიტყვას ვიტყვი პროპაგანდაზე, როდესაც საუბრობ პროპაგანდაზე, ვფიქრობ რომ ამ პროპაგანდას რა თქმა უნდა თავის საყრდენი აქვს და ეს რაღაცა დროში განგზობითი პროცესი არის, აქვს თავისი საწყისი და რაღაცა წერტილი სადამდეც მიდის, ხო ეს გუშინ არ დაწყებულა და დღეს არ დამთავრდება. ერთ-ერთი მთავარი და საყრდენი პროპაგანდისტვის არის კონფორმიზმი, ხო? და კონფორმიზმს რა ხდის ადამიანს, ხო? ესეთ სოციუმებში, ესეთ რეგიონებში, როგორც რაჭა არის, ხო? ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი არის სოციალური პრობლემები, განათლების დეფიციტი და ასე შემდეგ. და არამყარი სოციალური გარემო. მენტალობა, რომელიც ადამიანს უყალიბებს ავტორიტეტებისადმი რაღაც ისეთ დამოკიდებულებას, რომ ესეთი საშუალო სტატისტიკური ადამიანისთვის, ვიღაც ვინცაც რაღაც შარვა კოსტუმიაცია და დაბრუნშუშებიან ჯიპით მოძრაობს, შეიძლება ღმერთია და იმის სიტყვას რაღაცა ისეთი ფასი აქვს, იმას დიდი ფასი აქვს, ვიდრე პირობითად ჩემს სიტყვას, ხო? ხო და ძალიან ბევრი ფაქტორია რა, ძალიან ბევრი წახნაგი აქვს ამ ამბავს, საიდან დაიწყო, ხო? მე ვფიქრობ, რომ ამაზე ჯგუფები მუშაობენ, ინსტიტუციები მუშაობენ, აი რა მესიჯ ბოქსი მიაწოდონ ადამიანებს კონკრეტულ შემთხვევაში და რაზე არის მცნობიარე კონკრეტული ერი თუ სოციუმი. ამ შემთხვევაში აი საიდანაც დაიწყო, ხო? ეს იყო აი წერან ისაუბრეთ ამის შესახებ, რომ პატრიოტული გზნობები, რომელსაც პატრიოტული გზნობებს ვერ დაარქმევ, რელიგიური გზნობები, რომელიც არაა ჯანმრთელი და არა ჯანსაღი რელიგიური გზნობები, არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი და საყრდენი ესეთ დროს რა და ადამიანისთვის, რომელიც ანუ ესეთი დამფრთხალი არის, შეშინებული არის, ყველაფერი მისაღები არის, რასაც პროპაგანდას თავაზობს, რასაც ავტორიტეტების თავაზობენ ამ შემთხვევაში რა. მე მიფიქრია ხშირად, რომ აი ხო იყო თქვათ, აი, როდესაც ოცნება მოვიდა, საწყის ეტაპზე ეს message box-ი, რასაც დღეს ჩვენ ვისმენთ, განსხვავდებოდა, ხო, რაღაცა პირობითად ვითომ პრო დასავლური კურსი ქონდა აღებული, საუბრობდნენ რაღაცა ტოლერანტობაზე, ზოგად ქრისტიანულ ღირებულებებზე და ასე შემდეგ, ხო? ამაზეც წაყვა ხალხი, ხო, ამ პროპაგანდასაც. მე რაღაცა ეტაპზე უკვე შეიცვალა და რაღაცა მივიღეთ ისეთი მოცემულობა, სადაც აღმოჩნდით თვითონ სხერფლისხოვში, რომ ჩვენ ვართ რაღაცა ყველას განსხვავებული, გამორჩეული, ღვთისმრჩეულიერი და თელი სამყარო გვებძვის ჩვენ, უნდა ჩვენი გადაშენება, გადაგვარება და ასე შემდეგ, ხო? ამაზეც წამოვიდა ხალხი, ამასაც აყვა. ამიტომ პრობლემა ჩემი არის ისე, აი, რა ვიცი, განათლებაში, რაღაც პიროვნული ძალისხმევაში და ასე შემდეგ და მე რომ მიფიქრია, აი რა შეიძლება იყოს გამოსავალი, ხო, ესეთ პატარა რეგიონებში, სადაც ესეთი პრობლემები არის. ისევ ალბათ ინდივიდუალური ძალისხმევა.
აი ესეთი პრეცედენტები, რომ ადამიანები ბრუნდებიან რეგიონებში, ხო როგორც ზოგადადაზაში არის, რომ ერთი მერწყლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, ხო? აი ეს პარტიული დღის წესრიგი, რაღაც რომელიც უკვე ჩამყაკებული არის, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვისმენთ, ხო? იმიტომ რომ რეალურად პოლიტიკური ველი, რაც მე მახსოვს, ხო? ანუ მუშაობს პროპაგანდით, ხო? ეგრე არის პოლიტიკური კლასი, ელიტა, ესე რომ ვთქვათ, ხო? ხო და ჩვენ თუ გვაქვს იმის ამბიცია რომ ვართ პიროვნებები, ვართ პერსონები, რომელსაც ჩვენი დამოუკიდებელი აზროვნება გვაქვს და შეგვიძლია რაღაც ჩვენი შეხედულები გქონდეს იქ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი დღის წესრიგი და ამისთვის საჭიროა ბევრი მოაზროვნე, ბევრი განვითარებული, ბევრი თავისუფალი ადამიანი რეგიონში რა და ამ ხრივ ვფიქრობ რომ აი ეს რაღაცა კომფორტის ზონიდან გამოსვლა აუცილებელი არის რა. ეხლა რა თქმა უნდა ყველა ვერ წამოვა, ვერ შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს და რაღაცა ჩარხიდან ვერ ამოძრება და რაღაცა ახალ მოცემულობაში ვერ ჩადგება, მაგრამ თუ ვინმეს აქვს იმის საშუალება და იმის მოცემულობა, რომ აი რაღაცა დაუბრუნდეს ესეთ რეგიონებს, თუნდაც პატარა დისკომფორტის ხარჯი დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ აი ყველამ გავიარეთ ეს გზა, ვინც წამოვედით საცხოვრებლად აი ესეთ რეგიონებში, რომ აი აქ ახლა არ გილხინს ადამიანს საწყის ეტაპზე განსაკუთრებით რა. ძალიან ბევრი პრობლემა გაქვს. სიმართლის თქმელი ადამიანი არავის უყვარს, სოციალური პრობლემიდან დაწყებული, რა ვიცი, მენტალური გარემო ისეთია, მაგრამ რაღაც ეტაპზე აუცილებლად შეიკრება ის ბირთვი, რომელიც მე აი თუნდაც ამ მომავალ თაობაზე მოახდეს. სოფელში ხა 5 ბავშვი რო არის და შენთან რო აქვს ურთიერთობა, ხო და რაღაცა ჯანსაღი ენერგეტიკა გაქვს, ჯანსაღ რაღაცას ელაპარაკები, ხო? აუცილებლად მოახდენს გავლენას საომავლოდ რა და ჩემი პროპაგანდასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება არის ეს რა, რომ რაღაცა მომავალ თაობასთან აი ეს გქონდეს ეს გზა გასავლელი გვაქვს აუცილებლად. ხო, ერთ ლევონის ნათქვამს დავამატებ რა, რომ ანუ ზოგადად შეიძლება რომ რაღაცა მართლა ვერ წამოვიდეს ხალხი აქ საცხოვრებლად, მაგრამ იმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აი ზაფხულია და თითქმის ყველა ალბათ ვისაც სახლები აქვს ჩამოდიან რა აქ და ძირითადი მასა ხო ჩვენ თან ხვდებით იმაზე რომ ძირითადი მასა რომლებიც მიდიან და სტუდენტები ხდებიან უკან აღარ ბრუნდებიან. ჩვენ ვართ ახლა რამდენიმე ადამიანი ვინც რაღაც პერიოდის შემდეგ დაუბრუნდია ძალიან იშვიათი ხალხი ვართ ესე ვთქვათ და ეგ არის მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ თბილისში მცხოვრებმა ამ შემთხვევაში რაჭაზე ვიტყვი რაჭველებმა გაიაზრონ ეგ პასუხისმგებლობა რომ აქ დარჩენილი რამდენიმე ადამიანი ვინც ხმამაღლა ლაპარაკობს ძალიან დიდი პროპაგანდის მსხვერპლი ვართ. მე პირადად ჩემ თავზე მაქვს გამოცილი პროპაგანდა, ანუ ეს ახლა გუშინ წინ არ დაწყებულა, რაღაც პერიოდის წინ დაიწყო რამდენიმე წლის წინ და ვფიქრობ, რომ აი ამაში რაღაცნაირად ძალა უნდა მოგვცენ, რომ ჩამოდიან ისინი თავის ახლობლებთან, ათესავებთან, თუნდაც ოჯახის წევრებთან უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა გქონდეს მსგავს საკითხებზე, ანუ როგორ გადავარჩინოთ მართლა ჩვენი სამშობლო, ანუ ამაზე უნდა გქონდეთ უფრო მეტი საუბარი, ვიდრე ლობიანზე და ლორზე. მე ვთვლი რომ არ არის საჭირო მაინც აქ წამოვიდნენ საცხოვრებლად. თავარია მობილიზება გავაკეთოთ. ვთქვათ სადღაც გესი რომ შენდება ისეთ რაჭველებს ხედავ აქ ჩამოსულს რომ ჩემ სოფელში არ მინდა გესი აშენდეს აპროტესტებს. ან არის ესეთი პროტესტები, ხო? და დღევანდელ ვითარებაში, თანამედროვე ცხოვრებაში, ესეთ საინფორმაციო საშუალებებში თავარია მობილიზება გავაკეთოთ ისეთი ადამიანების, რომლებიც ჩაერთვებიან ჩვენთან ერთად საინფორმაციო თვალსაზრისით, ვთქვათ, პოდკასტ სტუდია რეგიონალური YouTube არხით და პერიოდულად სტუმრად მოვიწვევთ, გავააქტიურებთ, თვეში ერთხელ ჩამოვალთ ადგილზე, ბრძოლის წესები უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება გამორიცხულია, იმიტომ რომ მე ყოფილი ვარ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი. ვარიანტი 10 აგიტატორს იქირავებთ, 100 აგიტატორს იქირავებენ. 100 აგიტატორს იქირავებ, 1000 იქირავებენ. ფული არის განუსაზღვრელი მათი მხრიდან. ამიტომ უნდა შეიცვალოს მიდგომა, მოქმედების წესი პარტიებმა და თავისუფალმა ადამიანებმა. სხვანაირად შანსი არ არსებობს და ეხლა რაც შეეხება აქცავს, მე მაგალითად სექტემბრიდან მივდივარ აქ. აქედან ბავშვებიც მივყავს თბილისში, შევიყავს სკოლაში, მივდივარ, იმიტომ რომ აქ თუ განსხვავებული მოსაზრება გაქვს, ბავშვსაც შეუქმნიან პრობლემას. აი შენი ბავშვი, თქვათ, ნიჭიერი რო იყოს, კარგად რომ ღეროდეს. აი სკოლის ღონისძიებაზე არ გამოიყვანენ, ეტყვიან რომ ეს გუჯაშვილია და შეიძლება რომელიც არ მღერისა საერთოდ ხმაც არ აქვს ის გამოიყვანონ.
ხო და არ ცოტა რთული გასაძლებია. მე თუ წავედი ხა სექტემბრში და თბილისში იმას კი არნიშნავს, რომ აქაურ ცხოვრებას ჩართული არ ვიქნები. ხო და შეიძლება შორიდანაც ჩაერთოთ, ხო? თავარი რაღაც ან დაფინანსების წყარო, ან ალეკოსთან პირად მიმოწერა შეერთო შენთან მქონია ამაზე საუბარი, რომ აუცილებელია, რომ ამ ხედავ ხა იქ საპროტესტო აქციებზე ბევრი რაჭველი მოდის, ხო? იმათ ხმას ბევრს გადამწყვეტი, მაგრამ სად ამოიღო ხმა იქიდან, ხო, აქ არ ცხოვრობენ. აი პირადად თქვათ ამათან კომუნიკაციაში და დაპირისპირებაში ვერ შედი, იმიტომ რომ საერთოდ არ იციან აქ რა ხდება. აქ ისეთი რამე ხდება 13 წელი, ვინც აგინებდა, ლანძღავდა ამათ დილის 8 საათიდან დღეს მერობის კანდიდატია. ხო და ეხლა აქ დილის 8 საათზე ფილარმონიას უძახიან მაღაზიას რა, იქ მუშაობს ეს ტიპი რა. ხო და 13 წელი ლანძღავდა ამათ. აი ყველა გაჩერებაზე ცდილობდა, მანქანას რომ მივაყენებდი, იქ აფთიაქში შევდივარ. ცდილობდა გამომლაპარაკებოდა და იწყებდა ბოლო 5 წელი, მე 5 წელია იქით აღარა ვარ, ხო? და ეს 5 წელი იწყებდა ბოლოს მიდიოდა და სანამდე კანდიდატობას გადაწყვეტდა, მე მითხრა, რომ მე აწი ღიათ უნდა გამოჩნდე, მარტო მე არ ვიყავი, იქ იყო რამოდენიმე ადამიანი, ღიათ უნდა გამოჩნდე და აუცილებლად საპროტესტო აქციებზე რო წახვალთო გამაგებიეთო. და დღეს არის ოცნების მერობის კანდიდატი. ამიტომ აქ ყველაფერი გადატეხილია წეში, ამის მერე. ეს იმას ნიშნავს, რომ აი ვისაც რამეში ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ თითქოს ხო ისინიც სხვანაირად ფიქრობდნენ, ახლა ისინიც ესენი გახდნენ. იმიტომ რომ გოჩაინუქიძე არის ამათი ისტორიაც, გეოგრაფიაც და პოლიტოლოგიაც რა. თავარია გოჩა იყოს კარგად, ახლა გოჩაინუქიძეს ჭკუაზე დადის მთელი ამბრულაური და ნიკორწმინდა და პატარა უნდა ჭრებალო. ძალიან მოკლედ გუჯა ძალიან კაი იდეა ეგ პოდკასტებზე, რასაც ამბობდი, მაგაზე გვილაპარაკია ჩვენ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი რაღაც ვიდეო მიმართვები ვრცელდება რა ბოლო პერიოდში. ოღონდ მთავარი არის ის, ვინ უყურებს ამ ყველაფერს რა. ისევ ჩვენ უყურებთ ამ ყველაფერს, ისევ ის ხალხი უყურებს, ვინც ისედაც ოპოზიციურად არის განწყობილი და რეალურად ამომრჩევლები, ანუ მასა რასაც წარმოადგენს, ანუ ვინც ცხოვრობს ამ შემთხვევაში რაჭაში, მათ ყურამდე ეს ინფორმაცია არ მიდის. იმიტომ რომ ძირითადი ინფორმაციის წყარო ჩვენთან არის ტელეკომპანია იმედი. ანუ ტელეკომპანია რო დავარქვით ცოტა ბოდიში, ანუ ეს რაღაცა მანქანა, პროპაგანდის მანქანა, რომელიც ანუ, რავი, ნებისმიერ ოჯახში რო შევიდეს, თუ ესე გამოხატული ხა ჩვენ ოჯახებს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობდა იმ ადამიანებს, ვინც პროტესტს გამოთქვავს თუნდაც ჩვენთან საუბარში, ნებისმიერ ოჯახში ყოველ საღამოს უყურებენ იმედს. და ამიტომ ვამბობ, რომ ანუ მნიშვნელოვანია თვითონ ის ხალხი, ვინც ისედაც არის ოპოზიციურად განწყობილი და აქტივიზმშია ჩართული, თუნდაც აი არ იყოს თქვათ ესე აქტიურად გამოხატული, იმიტომ ამბობ, რომ მნიშვნელოვანია პირდაპირ კომუნიკაცია იმ ხალხთან, ვინც უყურებს ბოდიში პროპაგანდის მანქანის გადაცემებს. ყველა ოჯახში ვარ ნამყოფი. მე ჯერ არ შემხვედრია ერთეულების გარდა, რომელსაც ერთხოს, რომ მე ქართულ ოცნებას ვაძლევ ხმას. არ მინახია ახლა. არ მინახია სოფლის დასაწყისიდან სოფლის ბოლომდე ყველას უგინებია, მაგრამ ბოლოს შედეგი დგება სხვა. ეს არის ახლა ვერც წარმოიდგენ. ეს ხანჭკარაში თქვენთან მეუღლე იყო საარჩევნოებაზე. დამირეკა მოკვდიო რა, აღარ შემიძლია ისეთ ადგილზე ვდგევარ, რომ ყველას ვატყობ, ვინ აძლევს ხმას და ისეთებმა შემოხაზესო, რომ აი ჩვენ რომ მივედით როს წევლიდნენ, აგინებდენო. ეგ რა მომენტია, იცი, კაბინაში რომ შედის ადამიანი, დიდი ძმა უყურებს, იგი ვის ხარ. ხო და დიდი რომელი? გემუქიძე თუ არა, ძალიან მძიმე პრობლემებია. ყველაფერს ხედავენ და ყველაფერს გეგულობენ. ყველაფერს ხედავთ, ყველაფერს. ძალიან მძიმე პრობლემებია. რაღაცები ილექება, იმიტომ რომ ვინც აქტიურად ვარ ჩართული, შეხვედი ალბათ ეთო შენ თუ ვიღაცა, რომ მე გისმენ ის მომეწონა, ეს მომეწონა. ნუ აქედან იწყება აზრი, უნდა გავრცელდეს, თორემ სათითაოდ ახლა ყველა იმედის სვენოსთან რომ მიხვიდე, არავინ არ გეტყვის, იმასაც არ გაგიმხელენ, იმას რო უსმენენ.
თვითონაც იციან სულგზას რო ადგანა განა არიციან. ეს არის უბედურება, ეს არ არის არც პარტიის სტრუქტურაში დაწერილი გეგმა არ არის და არც ეს არის სუფთა სპეცოპერაცია. დარწმუნებული ვარ, აი თითოეულ სეგმენტებად დაყოფილი თითო სოფელი და ყველგან თავის დავალების ამღები, ჭორის გამავრცელებელი, მესიჯის გამავრცელებელი, პოსტის გამზიარებელი, ისეთები აზიარებენ, ისეთ რაღაც ზუსტად ვიცი, რომ ის სუსში გაკეთებული ვიდეოები არის, ისეთები გააზიარებენ, რომ გული გაგისკდება, რა კავშირი აქვს ოსან ვერც წარმოვიდგენ. ხო, აი მიწების, აი ძალიან დიდი ნაღმი ჩადეს მიწების ასე უმისამართოდ გაცემაში რა. ყველა ადამიანს დაარღვევეს კანონი. ყველა მე მაგალითად 1 კვადრატიც არ ამიღია. არ ამიღია, დარწმუნებული არ ვინცავართ, არავის ვისაც არაფერი არ გვეკუთვნა და არ აგვიღია. ყველა ადამიანზე აქვს ზემოქმედების საშუალება. აბსოლუტურად ნებისმიერთ არა ერთიც რო კითხონ რომ უთხრან ვაიმე შენ თურმე სადღაც იქ 1000 კვადრატი მიწა ქონია დამტკიცებული და მოწმე ვინ არის უბრალოდ გამგეობის თანამშრომელს რო გაგზავნონ იმან უკვე იცის რომ ტყუილში დაჭერილია რა მასობრივად დაარღვევიოს ყველას კანონი მასობრივად გახადეს ქურდი მასობრივად გახადეს მექსთამე მასობრივად გახადეს უსაქმური მასობრივად ეს ერთზე ორს არ ეხება ეს სულ ყველა მოკლედ იმის коმინდოდა ბიჭებს ვეუბნებოდი ამას წინათ რა სანამ დავიწყებდით მამარდაშვილის ვახსენეთ ფილოსოფიიდან რაღაც მონაკვეთი და ზუსტად ეს არის ანუ ეს დღეს დაწყებული ამბავი არ არის რა საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არის დაწყებული გადარჩენისთვის ადამიანმა იცოდა რომ რაღაც არასდროს აკეთებდა მაგრამ მაინც არასდროს აკეთებდა იმიტომ რომ რაღაც თვალი დაეხუჭა და რაღაც რაღაცა ეპოვა რა რაღაც ხო რა ანუ იცის რა არის სწორი ჭეშმარიტება პირობითად მაგრამ გვერდს გადაუხოს თვალს დახუჭავს იმაზე რომ რაღაც იქიდან სარგებელი იპოვოს და ასე როგორც ჩვენი ძველი პრემიერი ამბობდა ჯიგრულ ქართულ პონჩი ხო ჯიგრული ქართული პონტი არ იყო ეს იყო ჯიგრული რაღაცა საბჭოთა პონტი რითიც დღეს ეს ქართული ოცნება სარგებლობს და ამაზე აქვს ყველაფერი აგებული და რაც შეეხება პროპაგანდას ანუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ მასიურად ამაში ძალიან დიდი თანხები იდება ჩვენი ჯიბიდან რა თქმა უნდა და შალვა რამიშვილიდან და დიტო სამხარაძიდან და კიდე ბევრი აი ლალი მოროშკინა რო ყავთ რა ქვია კიდე პროპაგანდისა ყველა რა ისეთი რაღაც ამაზრზენი ხალხი რო რაღაც ატარებს ამას ხო ამას ერთადერთი ჩვენასაც დაუპირისპირებთ არის ის რომ ჩვენ თვითონ ვავრცელოთ სიმართლე და ბევრჯერ ვიმეოროთ ეს და ვიმეოროთ და ის არა რომ ერთხელ ვიტყვი და ამით მორჩება ამას ჭირდება მუდმივი საუბარი ისე პირველ რიგში ჩვენს ოჯახთან და შემდეგ აი ჩვენს ახლო იმათთან და შემდეგ უკვე უფრო ფართო აუდიტორიაზე თუ გავიდანთ ამას მაგას რაჯობია ბევრად უფრო კარგი იქნება მაგრამ მნიშვნელოვანი ერთადერთი რაღაც ამაში გამარჯვების გზა არის ის რომ ჩვენ თვითონ გავხდეთ ის ადამიანები ვინც დაელაპარაკება სხვას რა სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს ვერც ფინანსურად როგორც თქვენ თქვით 10 მოიყვან 100 მოგიყვან სხვა ანუ ვერ აჯობებ ეგრე მთავარია რომ ჩვენ თვითონ ვიყოთ ის ადამიანები ვინც ამას დაუპირისპირდება ხო რა თქმა უნდა პროპაგანდასთან ერთად ჩვენ ასევე საუბრობდით ხა ბევრ კორუფციულ გარიგებაზე და ბევრ ისე დანაშაულზე რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში არ უნდა ხდებოდეს ეხლა რა ვიცი ავტორიტარიზმში და რუსეთში და ბელარუსში შეიძლება ეს მოსული პონტი იყოს მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ უნდა ხდებოდეს და როგორც ეხლა საქართველოს ყავს ბიზინა თქვენს მინი ოლიგარქი ყავთ ენუქიძის სახით ხო და როგორც თქვენ თქვით ანუ ყველაფერი აქვს მის გარშემო ტრიალებს ანუ კარგი იქნება თუ ამის გარშემო ვილაპარაკებთ ანუ რა ხდება ამ კუთხით და ზუგდიდში ვიყავით მაგალითად ამას წინ და ეგ ზუგდიდში სტადიონის ამბავი არის ესეთი რომ სტადიონში მილიონობით ლარი რა ქვია გადაიხადეს და უფუნქციურად ძროხები ძოვენ დღეს იმიტომ რომ რაღაც სტანდარტები ვერ დაიცვეს და რაღაც ბეტონის დიდი კედელი აუშენეს ამაგას ასევე ჰოკეის ნაკრები არის IP არის სადაც რა ვიცი ფულს უხდიან ვიღაცებს და არც ჰოკეის არც ყინულის სახლი არ არის და არც არაფერი არის მოკლედ აქაური ამბების გითხრათ ყინულის სახლს ზუგდიდში დღემდე ვინახავთ და ფიზიკურად არ არსებობს ეს ყინულის სახლი წლების განმავლობაში უბრალოდ ანუ ეს რაღაც სპეციალური კონსტრუქცია რო გაბერილ მდგომარეობაში ყოფილიყო ამაში მიდიოდა ასობით ათასი ლარი და რეალურად ქალაქი ვერ მოიხმარდა იმიტომ რომ ყინულის საფარს ვერ ინარჩუნებდნენ ხან შუქი არისო ხან წყალი არისო და მოკლედ აქაც გვაქვს კონკრეტულ სოფლებში ანუ კორუფციას შევეხები ანუ
კეთდება რაღაცა პროექტები, ჯერ ეს ერთი ანუ პირველ რიგში მე რაც მაწუხებს იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მე რაჭაში ვცხოვრობ, ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, რომ დაპრიორიტეტებული არ არის პრობლემები. ანუ სოფელს, რომელსაც არ აქვს სასმელი წყალი, მაგალითად უშენებს საბანაო აუზს. და ამაში იხარჯება ძალიან დიდი თანხები. ну ერთ-ერთი კონკრეტული პროექტი დღეს გამოვიარე სპეციალურად მაინტერესებდა, ანუ სულ რაღაცა 1 წლის თუ 2 წლის აშენებულია. ჯერ ეს ერთი რომ მე ვთვლი რომ ადგილიც არასწორად არის შერჩეული და სავალალო მდგომარეობაშია. იქ არა თუ ადამიანი, რა ვიცი, ცხოველიც არ უნდა ჩაუშვა, მე მგონი ესეთ ადგილას. კი, ხოტევში, ანუ კატასტროფულად გამოიყურება იქაურობა და ვიცი რომ ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა ამ ყველაფერში და ხო, ცოტა უფრო მეძეც იყო საუბარი და თან სასაცილოა ეს თანხები, ანუ ბიუჯეტი, საერთოდ როგორ შედგა ამ პროექტის, იმიტომ რომ ვისაც ოდნავ მაინც მშენებლობასთან შეხება გქონია, ვიცით რომ ეს თანხა ფიზიკურად ვერ დაიხარჯებოდა იმ მასალებში და ვერც სამუშაო ცოცხალ ზალაში, რაც როგორც ადგილობრივმა მთავრობამ მოგვახსენა, რომ რეალურად დაჯდა ეს პროექტი. ანუ შეუძლებელია. ვინც ცოტა უფრო მეტად ვართ ჩახედული ამ საკითხებში, იმათ კიდევ უფრო ცხადად გვესმის, რომ რაც ხდება, ხო? ვითხოვთ წლების განმავლობაში მე სოფელ თლუღში ვცხოვრობ და წლებია გვაქვს სასმელი წყლის პრობლემა, ანუ გვაქვს სასმელი წყალი, მაგრამ ის სათავე ნაგებობა, ანუ სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, რომლიდანაც მარაგდება ჩემი უბანი მაგალითად, არის ამორტიზებული, არის დანაგვიანებული, არის ანუ კატასტროფული მდგომარეობა მანდაც. წლების განმავლობაში ანუ ეს რაღაცა სოფლის პროგრამა ხო არსებობს და რო იძახიან რომ რაღაც კონკრეტული თანხა არის გამოყოფილი ყველა სოფელზე, ყოველ წელს შეხვედრები ამ თანხის განაწილებასთან დაკავშირებით შეხვედრები სრულდება იმით, რომ ეს ბიუჯეტი არ ყოფნის რაღაცა კონკრეტული, ანუ ის რაც პრიორიტეტულია ჩვენთვის და რაც არის პირდაპირ ჩვენს ჯანმრთელობას ურტყავს, ანუ საკმარისია ოდნავ ამინდი შეიცვალოს და ეხლა დილას მაგალითად წვიმდა და ონკაში მოდიოდა ამღვრეული წყალი. რაც არ უნდა ფილტრი დააყენო, აბსოლუტურად ისე მაღალ ტექნოლოგიურად მაქვს აღჭურვილი ჩემი კონკრეტული სახლის წყალმომარაგება, მაგრამ არ შველის ესეც რა. ანუ ის რო ტექნიკა ზიანდება, ის რო რას ვსვავთ და რა ბაქტერიებს ვიღებთ მე ამ ამღვრეული წყლიდან, ეგ კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ ანუ ყოველ წელს მე-6 წელია, რასაც ვაკვირდები, ყველა შეხვედრა ამ თანხის განაწილებასთან დაკავშირებით სრულდება იმით, რომ ეს რაღაც გამოყოფილი კონკრეტული 10,000 ლარია თუ არ ვცდები, ამ პრობლემის მოგვარებას არ ყოფნის. ამიტომ მოდი ავაშენოთ ეხა მე-6 ბოდიში რო ვიხმარ ბარბარიზმს და არაქართულ სიტყვას, უნდა ავაშენოთ მე-6 ბესეთკა ეხა სოფელში. და ჯერ ერთი სად არის ამდენი ხალხი რომ ეს ყველა ბესეთკა შევავსოთ. ეხა წელსაც კიდევ ერთი მორიგი რაღაცა ეს მოსაჯდომი ადგილი შენდება და ამ დროს სოფელში არსებობს გაცილებით უფრო ისეთი მწვავე პრობლემები, რომელსაც სწრაფი რეაგირება და მოგვარების ხერხების გამოძებნა და მათ შორის ბიუჯეტის გამოძებნაც სჭირდება. კიდევ ერთი ანუ რამოდენიმე დღის წინ რაჭაში რომ მოვდიოდით, მივაქციე ყურადღება რას? ნაქერალაზე, აი სანიაღვრე არხები, რომლებიც გაყვება გზის პირს, ვხედავ რომ რამოდენიმე ერთი ბრიგადირი ადგას თავზე და რამოდენიმე ადამიანი მუშაობს და წმინდავს ამ არხს. შევანელე სპეციალურად მაინტერესებდა, ანუ რა ფორმით მუშაობდნენ. ანუ ამ სანიაღვრე არხიდან ამოტანილი ნაგავი ამოიღეს და ისევ ამ არხს დაადეს თავზე. ანუ საკმარისია ერთხელ მოვიდეს წვიმა, ჩამორეცხავს ამ ნაგავს, ისევ ამ არხში ჩაიტანს. ანუ სულ რამოდენიმე ნაბიჯის გაკეთება არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ნაგავი გზის მეორე მხარეს გადაიტანო და ელემენტარულად ხრამში ჩაყარო. ანუ ფოთლები, ტოტები და ანუ მსგავსი მე არ ვიძახი რაღაც სამრეწველო ნაგავზე კი არ არის საუბარი. ისევ ანუ ბუნებრივი ნაგავი, რომელიც ამ სანიაღვრე არხს ავსებს და მე შესაბამისად ის თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. მოვყევი ჩემს მეზობლებთან, ნაცნობებთან, ვისთანაც ამ დღეების განმავლობაში მაქვს კონტაქტი
რაჭაში ყოფნის დროს და არაერთი სოფლის წარმომადგენელმა მითხრავს გავსი რაღაცა, რომ ვიღაც კონკრეტული პირი, ვინც არის სოფელში გამოყოფილი და ანუ როგორც ახსენეთ თქვენ, რომ გაფორმებულია სადღაც ფიქტიურად და 300 ლარს იღებს ყოველთვიურად. ანუ ეს ადამიანები თვეში ერთხელ მიდიან სადღაც სოფლის გამგეობაში, აწერენ ხელს, რომ შეასრულეს სამუშაო, მაგრამ თვეების განმავლობაში ეს სანიაღურე არხის გაწმენდა, ვისაც ევალება, ცხადი ფაქტია, რომ არხები არ გაწმენდილა, არის ნაგვით სავსე. მაგრამ ეს ხალხი ამ ხელფასს იღებს ჩვეულებრივად ყოველთვიურად. შესაბამისად, არხი არ ატარებს, იქ გზის საფარი, რომელშიც მილიონები დაიხარჯა და ეს გზა მოგვიწესრიგეს და ძალიან კარგია, ზიანდება ეს ყველაფერიც, ხო? ანუ ის რომ შენ ზედაკისრებულ სამუშაოს არასრულებ, შენს მოვალეობას არასრულებ და პლუს აზიანებ იმას, რაც უკვე გაკეთებულია. უპასუხისმგებლობის თემა არის, მაგრამ ეს უპასუხისმგებლობაც მოდის იქიდან, რომ ამის ნებას აძლევენ ამ ადამიანებს. არავინ ამისთვის პასუხს არ სთხოვს. მთავარია, რომ ის 4 წელიწადში ერთხელ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება თუ საპარლამენტო არჩევნებზე თუ რაღაცა, რა დირექტივასაც გასცემენ, შესაბამისი ხმა მიიღონ იმ არჩევნებზე და ამისთვის უღირთ, რომ ეს ადამიანები კვებონ ესე და არაფრის კეთებაში უხადონ ის 300 ლარი ყოველთვიურად. ხო და ანუ აი არ ვიცი რაღაცნაირად ჩვენ ვაფინანსებთ რეალურად, ხო? მე ვაფინანსებ კონკრეტულად ამ ადამიანებს და აი აქ არ ვიცი ხა ეკონომისტებმა უნდა მოგცენ ალბათ რჩევა, რომ ეს რაღაცა ცირკულირება რო ხდება აი ამ არასწორი ენერგიების როგორ უნდა შევცვალოთ და მიმართულება როგორ უნდა შევცვალოთ ამ ყველაფერს, რომ ჩვენვე არ ვაფინანსებდეთ იმას, რაც გვაზიანებს. და ჩვენვე არ შევუწყოთ ამ ხალხის ესე გაზულუქებას თუ რა ვიცი გაზარმაცებას და არასწორი საქმის კეთებაში არ შევუწყოთ ამ ხალხს ხელი. არ ვიცი, ამაზე რჩევა უნდა მოგცენ უფრო კომპეტენტურმა ადამიანებმა. მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი და ვერ ხვდები გამოსავალი რაშია, მაგრამ რჩევების მიღებას ხო ვემხრობი. ამგესამებით კიდე ერთხელ მოკლედ ერთი მიხარია, რომ ვისმენ სიმართლეს, ანუ რამდენი საუბარი იყო და ყველაფერი არის სიმართლე აქ, ხო? და გული მდგება იმაზე, რომ ამ სიმართლეს უპირისპირდება ტყუილი და ტყუილი არის დღეს გამარჯვებული სიმართლესთან მიმართებაში. პრობლემა ძირითადად ჩემი აზრით სწორედ ეს არის, რომ პროპაგანდაზე საუბრობთ, ძირითადად მოიცავს თავში ტყუილს, ხო? და სწორედ ეს არის, რომ ტყუილი არის დღეს ასე ვთქვათ, გასაღებული ადამიანებთან როგორც სიმართლე და ადამიანები, ჩვენ რომელიც ახლა ვსაუბრობთ აქ სიმართლეს, ეს სიმართლე ვერ მიდის ადამიანებთან. ჩვენ დღევანდელი შეკრება რო იყოს სხვა პირობითად, ავიღოთ ოცნების შეკრება, იქნებოდა აქ საუბარი სრულტყუილზე პირობითად, იფსფეისზე, რაღაც მასონებზე და ასე შემდეგ, რომელიც არ იქნება არანაირად გამყარებული არც ერთი არგუმენტით. განსხვავებული დღეს ახლა მოვისმინეთ თითოეული თქვენგანი სიტყვები, რომელიც სოფლის პრობლემა იქნება, პირადი პრობლემა თუ რაიონის პრობლემა, ყველა თქვენი საუბარი არის გამყარებული კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული არგუმენტებით, რომელიც სამწუხაროდ არ მიდის ხალხთან. აი, ყველაზე დიდი მოთხოვნა დღეს ახლა აქ შეკრებაზე იყო წყალი, ხო? წყალი გჭირდება ფიზიოლოგიურად ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, ხო, საკმაოდ. ასევე ჭირდება ადამიანს ინფორმაცია. გინდა არ გინდა თითოეულ ჩვენგანს ჭირდება ინფორმაცია და ამ ინფორმაციის მიღების გზებს ეძებს. ზოგი იღებს ტელევიზიით, ზოგი იღებს ინტერნეტის მეშვეობით, ზოგი ქუჩაში ბირჟაზე. თითოეულ ამ სფეროში საკმაოდ წარმატებით მუშაობს პროპაგანდა. იმდენად წარმატებით მუშაობს, რომ შავზე გიმტკიცებენ თეთრს და პროპაგანდის მიმღებ ჯერა, რომ პირობითად ეს რო უყურებს თუ შავია, რახან ვიღაცა მითხრა, მე ეს შავი კი არ არის, ეს არის თეთრი. ძირითადი პრობლემა ზუსტად ეს არის, რომ სიმართლე ვერ მიდის ადამიანებთან. სიმართლე რო ვერ მიდის ადამიანებთან, ამაში
ალბათ თითეული ჩვენგანის პირადად ჩემი ბრალეულობაც არის, მეც ალბათ ვერ ვაქტიურო, ვერ ვაკეთებ იმ გასაკეთებელს, რაც გასაკეთებელია, რომ პირობითად დამატებით რამდენიმე ადამიანს მივაწოდო ის სიმართლე, რომელიც სიმართლეს ობიექტურად არის რა, იმიტომ რომ აი თითეული ჩვენგანი ახლა პირობითად რა გვიშლის ხელს იმ პრობლემებზე, რომელზეც ვისაუბრეთ, რომ არ ვართ კომპრომისდები. თითოეული ჩვენგანს დარწმუნებული ვარ შეგვეძლო, რომ დღეს ყოფილიყავით რაღაც დასაქმებული საჯარო სამსახურში, ყოფილიყავით მეტნაკლებად რაღაცა ჩვენი პირადი მოთხოვნილობებით დაკმაყოფილებული, ქონოდა ნორმალური შემოსავალი და გამختارიყავით რიგითი კოცი, მოკლედ რო ვთქვათ, ხო? ხო, ანუ ჩვენი პირადი მაგალითებიდან შეგვიძლია აუხსნათ ამ ხალხს, რომ აი მე რო პირობითად დღეს აქ ვდგავარ და გეუბნები ამას, მე ამას გელაპარაკები შენ სრული გულწრფელობით, სრული სიმართლით და თუ არა და პირადი ჩვენი მაგალითები შეგვიძლია მოვუყანოთ, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე, არანაირი წინაპირობა, ან წინააღმდეგობა არ იყო და უფრო მეტიც. დარწმუნებული მოხარულებიც იქნებოდა, რომ თითოეული ჩვენგანი ყოფილიყავით დღეს არა აქ, არამედ სხვა მხარეს. ამიტომ ეს არის სიმართლე, უბრალოდ სიმართლეზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს სიმართლე უნდა მივანიჭოთ, მივაწოდოთ ადამიანებს სწორად და მე რა ვიცი ახლა ობიექტურად მჯერა, რომ ასე ვთქვათ, სიმართლე გაიმარჯვოს, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ყოველთვის ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს საქართველოში, როდესაც ბევრი ისეთი ისტორია გვაქვს გამოვლილი, რომ შეუძლებელია რომ ყოველთვის ესეთ მდგომარეობაში იყოს და უახლოეს მე არ ვამბობ ახლა შორეულ პერსპექტივაში, რომ ჩვენ შთამომავლებს რაღაცა შვილებს და შვილიშვილებს მოუყვეთ, რომ რაღაცა ესე და ესე ხდებოდა და თქვენ მოკლედ არ გაიმეორეთ ეს ჩვენი გზა და ასე შემდეგ. მე მჯერა რომ ჩვენი თაობა კი უახლოეს არ ვიცი ახლა პერიოდი თვეები ვივარაუდოთ ანუ მაქსიმუმ წელი, რომ ეს რეალობა შეიცვლება და შეიცვლება უკეთესობისკენ, ან მეორე ვარიანტია, ეს რეალობა იქნება ბევრად უფრო მძიმე, ისეთი მძიმე, რომელიც დღეს კომპრომისულად ყოფის საზოგადოებასაც მოახდენს ისეთი გავლენას, რომ უბრალოდ დავბრუნდებით იმ 90-იან წლებში, როდესაც ყველასთვის მიუღებელი იყო ხელისუფლება და აი, ცოტა ფინიშისკენ წავედით ჩვენ. ხო, აი, პირველში ძალიან დიდი მადლობა დღეს რომ მოხვედით, მადლობა თქვენ უბრალოდ გასვასწრებით იმას პენდილეთ და ულამაზესი ადგილები ნახეთ და მართლა ლაპარაკობთ, რომ აი ბუნებრივად შექმნილი არის სილამაზე, ხო, ამას ოდნავ ვერაცხელის შეშველება სჭირდება, რომ ესეთი გამორჩეული იყოს მთლიან რეგიონში ქალაქი თავის ყველაფრით რა როგორც დააკმაყოფილებს თავის მოსახლეობას, ასევე ტურისტებისთვის იქნება ბევრად უფრო რაღაც ისეთი საწვდომი ცენტრი, ხო, იქ ტრანსპორტის პრობლემაზე საუბრობდი და ბევრ რაღაცაზე ამასთანავე რა. მაგრამ თავარი რა არის ამ ეტაპზე ცოტა მეორე ხარისხოვანი, იმიტომ რომ გადარჩენისთვის გვიწევს ახლა ბრძოლა, ჩვენი მეგობრები, თანამებრძოლები ციხეში არიან და ზუსტად ისევე აზროვნებენ და ისევე ლაპარაკობდნენ და ისევე იქცეოდნენ, როგორც ახლა ჩვენ ვხედავთ აქ და რაღაც ღვაწლებს ეგამბები, ხო? ამიტომ პირველში თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს მალე თავისუფლებას უსურვებად და მალე გათავისუფლებას უსურვებ კიდე ჩვენს საქართველოს ამ რუსი ოლიგარქისგან, რომელიც გვაზის თავზე და რაღაცა ჭირად და ვერ მოვიშორეთ ჯერ კიდევ, ხო? უსურვებ, ხო, რაც შეეხება ჩვენ მიზანის, როგორც გითხარით, ეგ იყო, რომ პირველში ერთმანეთი გააგვეცნო და ძალიან კარგი ადამიანები გავიცანით ამ როლაურში, ეგ არის უმთავრესი, რისთვისაც ჩვენ პირველში დავდივართ და მეორე არის ის, რომ უკვე გავიგოთ ამ პრობლემების შესახებ და შემდეგი ნაბიჯები ალბათ მომეტად ის იქნება, რომ ერთიანად რაღაცა დავიგებოთ, თუ ამ დაგეგმვაში ჩვენ საიმე წვლილი შევიტანთ და დაიხარები ძალიან გამიხარდება. მოკლედ, როგორც ოთმეურებოდა ეხლა უნდა თქვა ესეთ რაღაცა, როგორც ინტუიტივები ამბობენ. გამიწერეთ ჩვენი არქი და გამოყევით. და მოკლედ ჩვენ სხვა გადაცემებით დაგიბრუნდებით. მადლობა.